საუბარი დავიწყოთ ბოლო ამბით, რამდენიმე საათის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ საკუთარ ავტომობილში 52 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, როგორც ირკვევა, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ერთი ტყვია ნასროლი, ის არის 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2015 წლის შემდეგ ანტიკორუფციულ სააგენტოში მუშაობდა და უფროსის წოდებაც ჰქონდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, მაყურებლისთვის უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, ანტიკორუფციული სააგენტო იკვლევს და იძიებს მსხვილ კორუფციულ გარიგებებს და სწორედ აქ მუშაობდა 52 წლის მამაკაცი. პირველები უკვე ვიმყოფებოდით გარდაცვლილი სიმონ წაქაძის საცხოვრებელ სახლში, მის სახელზე ფიქსირდება მხოლოდ ერთადერთი საცხოვრებელი ბინა. ამ ბინაში ცხოვრობენ 52 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები. პროკურატურა ამბობს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და ასევე ავტომობილში აღმოჩენილია წერილი და ბუნებრივია ოჯახის წევრებთან არსებობდა ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა. რეალურად ჰქონდა თუ არა მამაკაც რაიმე მიზეზი იმის საიმისოდ, რომ მას თავი მოეკლა, ასევე რა იციან ოჯახის წევრებმა იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც ავტომობილში არის ნაპოვნი. ოჯახის წევრები პირველებთან პირველად ალაპარაკდნენ და ამბობენ, რომ მამაკაც რაიმე სახის პრობლემები არ ჰქონია, შესაბამისად არ იციან რა უძღოდა წინ დღევანდელ მძიმე ფაქტს და ასევე ამბობენ, რომ ამ დრომდე მათთვისაც კი უცნობია რა ეწერა იმ წერილში, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით ავტომობილში აღმოაჩინეს. რა იცით ოჯახის წევრებმა რა მოხდა? თავი მოიკლა ასეთ დღეს და საფუძველი რა გახდა? არ ვიცი. არაფერი არ ვიცით ჯერ. გაუკვირველია ჯერ ყველაფერი. გქონდათ ბატონ სიმონთან კომუნიკაცია ბოლოს განმავლობაში? არა, არანაირი. იცოდით რომ სუში მუშაობდა, ხო? კი, ახლობელმა გითხრა ჩვენც დაგვირეკა, რომ ესეთი ამბავია. რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა სუში? აი ვერ გეტყვით, მე ხა ბოლო ხანებში გავიგე, რომ მუშაობდა და მანამდე არ ვიცი. იყო ამ ბოლო დროს ჩვენთან, მაგრამ ესეთი რა ვიცი, არაფერი არ შეგვიჩნევია, რომ თვითონვე თავი მოეკლა. ხო, რამე პრობლემებზე არ საუბარი, ხო? არაფერი არ გაგვიგია. გადასვენებულია უკვე სახლში? არა, ჯერ უნდა გადაასვენო ხა. აქ თქვენ სახლში ხარ მოსულან საგამოძიებო მოქმედებები ხარ ჩაუტარებიათ? ოჯახის წევრები რას ამბობენ? ყველა ამას ამბობს, რომ როგორც ტელევიზიით გავცემდა, ასე ვიცით ყველა. ეს ვერსია მისაღები არის მათთვის? ყველა ასე ამბობს, ჯერჯერობით შოქში ვართ ყველა. წერილზე საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ მანქანაში წერილი ვიპოვეთო? კი, ჩვენც ვიცით, მაგრამ არ ვიცით რა ეწერა. ანუ გითხრეს რომ წერილი იყო, მაგრამ შინაარსი როგორც იყო, ისე გავიგეთ ჩვენ. მეუღლე წასული და ისე რომ არ ვიცით ზუსტად. იქ არიან ყველანი. ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის ცხედარი დღეს დილით აღმოაჩინეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ. საკუთარ ავტომობილში ნახეს მამაკაცის ცხედარი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მყოფი მოქალაქეები ამბობენ, ეს ფაქტი დაახლოებით 9 საათზე მოხდა, თუმცა ამბობენ, რომ მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე აქტიურად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურის თანამშრომლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან მამაკაცის სამუშაო ოთახიდან ამოიღეს მისი პირადი ნივთები, რომელიც გადატანილი არის უკვე საგამოძიებო მოქმედებებისთვის. ამავდროულად მამაკაცის ავტომობილიც გადაყვანილია დამატებით ექსპერტიზაზე. ამ დრომდე მამაკაცის ცხედარი რჩება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ნაწილი, ის ადამიანები, ვინც ამ დროს სავარაუდოდ გარეთ უნდა ყოფილიყვნენ, უნდა გაეგოთ გასროლის ხმა და სავარაუდოდ უნდა იცოდნენ რა მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ამ დრომდე, გამოძიებას არ გამოუკითხავს და ამ ინფორმაციას პირველებთან თანამშრომლები თავად ადასტურებენ. ავასმითმება და სიგარეტს პიდურო. გარდა იმისა, მისი არაფერი არ ვიცი. ვიცით, რომ იყო ჩამოყალიბებული წესიერი ნორმალური. წლები მუშაობდა სუში, ხო? ანტიკორუფციულში. რამდენი ხანი მუშაობდა, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შემოდიოდა. მე ბოლოს რო ყველამ გაიგო, რომ მანქანაში იყო ასეთი. აქ იყო უშიშროების წარმომადგენელი და ჩამოგვარდა განმარტება ხო და არავითარი არაფერი არც ხმა გაგვიგია, არც არაფერი რა. ძებას რა ინტერესებდა რა? არაფერი თუ გაიგონეთ გასროლის ხმა.
ხომ არ იცით იმ წერილში რა ეწერა, რაც ავტომობილში იპოვეს. თქვენი კოლეგას ავტომობილში. თქვენ თუ გამოგკითხათ კრიმინალურმა პოლიციამ? რასთან დაკავშირებით? აი აქ მოხდა ფაქტთან დაკავშირებით. ბატონი სიმონი დილით იყო სამსახურში ვერ შემოსული. გეტყვით რა პრესამსახურს მიმართეთ. პრესამსახურს როგორ მივმართოთ? თქვენ თუ ნახეთ ბატონი სიმონი არ სამსახურში რომ მინახია, მოვიდა არ დილით. მინახია. თქვენი უწყება წერს რომ შემოვიდა სამსახურში პრესამსახურს მიმართეთ. პრესამსახურს მიმართეთ. თქვენთან არ გქონიათ გამოძიებლებს კითხვები? თქვენ გასროლის ხმა გაიგონეთ? არ ვიცი, არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. იყავით დილით 9 საათზე დაახლოებით ადგილზე? არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ადგილზე იყავით თუ არა, არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია? ის გავადი. თან თქვენი საქმე გააკეთეთ, იყავით ადგილზე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ 52 წლის მამაკაცი დილით სამსახურში იმყოფებოდა, აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და სწორედ ამის შემდეგ განვითარდა უკვე მოვლენები საკუთარ ავტომობილში. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ აღმოჩენილია წერილი, რომელიც მამაკაცმა გვერდით სავარძელზე დადო, თუმცა ამ დრომდე უცნობია წერილის შინაარსი ოჯახის წევრებისთვისაც და თანამშრომლებისთვისაც. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.